დღე იწყება პიკის საათით. სიუჟეტები, თემები, სტუმრები და საუკეთესო მუსიკა. 8-დან 10 საათამდე. ყველა საინტერესო ამბავი ერთ გადაცემაში. პიკის საათი. საქართველოს რადიო. დილამ მშვიდობის, თქვენ უსმენთ საქართველოს რადიოს, ეს გახლავთ დილის პიკის საათი. კესო ბოჭორიშვილთან და ვანიკო ქიტუაშვილთან ერთად და გადავდივართ ძალიან სასიამოვნო ჩვენთვის თემატიკაზე, ცოტა წარსულში გადავინაცვლებთ, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ძალიან ნოსტალგიურიც ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სასიხარულოც. ვსაუბრობთ ევროვიზიაზე, რომელთან დაკავშირებითაც კესო თქვით, რომ წლევანდელი მასპინძლები უკვე მეორედ ვართ ჩვენ. დიდი სამზადისია. სხვა შორის ბილეთები აღარ არის, კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ, 13 რიცხვი მთლიანად გაღიდულია და თორსები გენერალური რეპეტიციის ბილეთებიც ამოიწურაო, ასე მეუბნევიან ყოველ შემთხვევაში, რამდენად წარმოადგენს ეს სიმართლეს ვერ გეტყვით, მაგრამ გადაამოწმეთ. ასე, ნამდვილად. დიდი სამზადისია შემოქმედებით ჯგუფში, რომელიც ემზადება იმისთვის, რომ 12 და 13 დეკემბერი ისე ჩატარდეს, როგორც ეს არის დაგეგმილი, ყველა სტანდარტის დაცვით და სწორედ იმაზე თუ რა ეტაპზე ახლა შემოქმედებითი ჯგუფი და სამზადისი, ნათია მშვენიერაძე შემოგვერდება, საბავშვო ევროვიზია 2025-ის აღმასრულებელი პროდიუსერი, ჩვენთან ერთად არის სატელეფონო ხაზზე, ნათია მშვენიერაძე. 20 საათიან რეჟიმში შრომობს იმისთვის, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს. და ახლა დრო უნდა წავართვათ. უნდა წავართვათ დრო და მოგვიყვეს ამბავს, რა ხდება ახლა, რა ეტაპზეა სამუშაო პროცესი. დილამ მშვიდობის ნათია. დილამ მშვიდობის, მოგესალმებით. ჩვენ ახლა გუშინ დავამთავრეთ უკვე სცენის აშენება, ასე ვთქვათ, ბოლო ჭანჭიკი მივამაგრეთ. სცენა დამთავრებულია, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ევროვიზიის სცენა მაქვს ნანახი და ეს არის მართლა გულწრფელად ვამბობ, ეს არის ყველაზე ლამაზი და ყველაზე ეფექტური სცენა. ამიტომ აი ბილეთების მფლობელებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები, დაუვიწყარი სანახაობა ელოდებათ. თუმცა არა მარტო კონცერტზე მოსულ ადამიანებს, სატელევიზიო შოუც იქნება უმაღლესი დონის და ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ტელევიზორში მოახერხებენ ამ შოუს ნახვას, მიიღებენ უდიდეს სიამოვნებას. აი გუშინ უკვე დავიწყეთ ეს ტექნიკური რეპეტიციები ქვია, სანამ მონაწილეები ჩამოვლენ, მოდელირებული რეპეტიციები გავიარეთ, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა, ხოლო საღამოს სადღაც 9 საათიდან უკვე მოვიდნენ ჩვენი ქართველი ბავშვები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც გახსნის და დახურვის ცერემონიებში, ასევე შუალედურ ინტერვალურ აქტებში და ისინიც მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერები იყვნენ, როდესაც პირველად დაინახეს ეს სცენა და ძალიან უხაროდათ. ვაგრძელებთ მუშაობას, რა თქმა უნდა, დღესაც გვექნება იგივე ტექნიკური რეპეტიციები და ეს რა ვიცი, ვართ როგორც თქვენ თქვით 24 საათიან რეჟიმში, რომ საქართველოს ჩატარებული ევროვიზია ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად. ნათია, სცენა ახსენეთ და ჩაგეკითხებით ამ ნაწილში, რომ რა კონცეფციით არის მაინც შექმნილი სცენა და ტექნიკური გადაწყვეტა, ასე ვთქვათ, რა პარამეტრებს ითვალისწინებდა. სანამ ვნახავთ. სანამ ვნახავთ ტელეეკრანზე და დარბაზშიც. კი ბატონო, სცენის კონცეფციაზე იმუშავეს უნიჭიერესმა თამარ და ბასაფოცხიშვილებმა და მათმა გუნდმა, რა თქმა უნდა, მათი მიზანი და ჩვენი მთლიანად შემოქმედებითი ჯგუფის მიზანი იყო ის, რომ სცენის კონცეფცია ყოფილიყო ეროვნული და ნამდვილად გამოვიდა ასე. თავარი თემა სცენის ძირითადი ნაწილი არის დოლის ფორმის და უკან ლედებზე გასული კონტენტი, რომელიც გავა ეს როგორც აღნიშნე გახსნის და დახურვის დროს და ინტერვალური აქტების დროს იქნება საქართველოს გაცნობა, ასე ვთქვათ, მაყურებლისთვის და რა ვიცი, ულამაზესი სანახაობა იქნება როგორც ქართველებისთვის, ასევე ევროპელებისთვის. ქართული მუსიკა, ქართული სიმღერა, ქართული კულტურა ნამდვილად დაიკავებს ადგილს ჩვენ სცენაზე.
წარმატება დიდი უნდა მადლობა, გისურვოთ ნათია. აუცილებლად შემოქმედებით ჯგუფს და ჩვენს ქვეყანას, რომელსაც წარადგენს ანიტა აბგარიანი წელს. ნათია მშვენიერაძე იყო ჩვენთან ხაზზე, საბავშვო ევროვიზია 2025-ის აღმასრულებელი პროდიუსერი და უნდა გავაგრძელოთ ევროვიზიის ხაზი, ახსენე ნოსტალგია და ახლა უნდა დაუბრუნდეთ 17 წლით უკან. 17 წლის წინანდელი ამბები უნდა გავიხსენოთ და ბზიკების საოცარი წარმოდგენა, რომლითაც არა მარტო ჩვენი ქვეყანა, ევროპა, მთელი მსოფლიო აუდიტორია მოიხიბლა და ეს შესრულება გვახსოვს დღემდე და არა მხოლოდ ჩვენ, მსოფლიო აუდიტორიას. ჩვენთან ერთად სტუდიაში არიან მარიამ თათულაშვილი და მარიამ გიგვაშვილი, სულ მალე ჩაგვერთვება და შემოგვერთდება ლონდონიდან გიორგი შიოლაშვილი, ბზიკები, იმ დიდი ტრიუმფის გახსენებით დავიწყოთ აუცილებლად დღეს ამდენი წლის შემდეგ 17 წელი გავიდა ხო? აი როგორ გახსენდებათ ის ევროვიზიის პერიოდი 17 წლის შემდეგ? რა განცდა ბავშვისთვის ეს? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელს. რაც შეეხება იმ ემოციებს, ძალიან პატარები ვიყავით, იმდენად პატარები, რომ ვერც კი ვიაზრებდით, რამხელა მასშტაბის კონკურსში ვიღებდით მონაწილეობას. ძალიან რთული კი იყო, მაგრამ ის შედეგი რაც დაიდო, იმდენად ემოციური იყო, რომ დღემდე რო გვახსენდება რაღაცნაირად, აი სამივე რო ვიკრიბებით ხოლმე, იმდენად დიდი ემოცია იყო, რომ კიდე ვერ ვიკავებთ თავს, რა იმდენად ბედნიერები ვიყავით, გახარებულები ვიყავით. თან მაუცილებლად გვინდოდა, რომ ჩვენი ქვეყანა გვესახელებინა მაქსიმალურად და ის ოცნება რო ავისრულეთ და ქართულ ხალხსაც რო ავუხდინეთ ეს სურვილი. ყინულმჭრელები დაგარქვით მე. ყინულმჭრელის ფუნქცია შეითავსეთ და ასე ვთქვათ პირველები. მაქსიმალურად ვეცადეთ ჩვენც და შრომა დაგვიფასდა ასე ვთქვათ. მარიამ, თქვენს გაიხსენეთ თქვენი ემოციები. მოკლედ. მოგესალმებით მეც, მივესალმებით თქვენ მსმენელს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობის ყველაზე საუკეთესო პერიოდია ის ჩემს ცხოვრებაში. მახსენდება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ეს ყველაფერი, იმდენად პატარები ვიყავით, მართლა ვერ ხვდებოდით, მაგრამ ამან ძალიან დიდი გამოცდილება მოგვცა შემდგომი პერიოდისთვის და ეხაც როცა რაღაც პერიოდი იყო და ერთმანეთთან მოგვიწია რაღაც გადაკვეთა, ანუ ხვდები, რომ ეს გამოცდილება ყოველთვის აი სცენაზე რო დგები, გიახდება ესე რომ თქვა და იშენია ეს ყველაფერი. ევროვიზიის პერიოდსაც შეეხება, კვიპროსში ვიყავით, ქალაქ ლიმასოლში ჩატარდა. აი იმდენად ენერგიულები ვიყავით სამივე, გვთხოვდნენ ხოლმე, რომ იქ დაჯექით, მოისვენით, გაჩერდით. ეხა ძალიან შეცვლილი ვარ მაგ კუთხით. პირიქით, აი ძალიან დამშვიდებული და რაღაცა. მაშინ ძალიან ისე მახსოვს ეს ყველაფერი, რომ აი სამივე არ ჩერდებოდით. ოღონდ მიკროფონი სადმე გვეპოვა, რაღაც კამერა გვენახა, სულ იქ ვიყავით ხოლმე ყოველთვის და დავით, მართლა საუკეთესო პერიოდი იყო ჩვენი ბავშვობის, ესე რომ ვთქვათ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკეთესო ბავშვობა გვქონდა და მგონია, რომ ბავშვობის რაღაც ნაწილმა აუცილებლად უნდა გაიაროს ეს პერიოდი რა. კი ბატონო. მაგრამ ეს ერთეულების ამბავია, ხო, ეხლა ევროვიზიაზე მოხვედრად საკმაოდ რთული ამბავია და გამარჯვება კიდევ საოცრად დიდი. აი თუ გახსოვთ გამარჯვების წუთები, მე მახსოვს აი ახლაც ეთერამდე დავაზუსტეთ ერთი ასაკის ყოფილი ვარ. გიორგის მე მგონი ესმის უკვე ჩვენი ხმა და გვერდება და გიორგიც ერთად შეგვიძლია უკვე გავაგრძელოთ საუბარი. გიორგი ლონდონშია და იქიდან გვერთვება ასე ვთქვათ. გიორგი დილამშვიდობის, თუ გესმის ჩვენი ხმა? დილამშვიდობის, მოგესალმებით. ჩვენც გადასერვოთ გესმის გიორგის ხმა. აი ხა საუბრობდით და ვიხსენებდით ასე ვთქვათ იმ 17 წლის წინანდელ ამბავს. როცა თქვენ ასე ვთქვათ ევროვიზიაზე ძალიან წარმატებით წარსდექით მსმენელის წინაშე. თქვენც რომ გაიხსენოთ გიორგი, რა ემოციას უკავშირდებოდა? გასაგებია რომ მთელმა ერმა გაიხარა ასე ვთქვათ თქვენი წარმატებით, მაგრამ ბავშვისთვის მაინც მე მგონია რომ ის რიტმი და ის ცხოვრების წესი, რასაც ითვალისწინებს ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობა სხვათა შორის, მაინც ეს არის სირთულეებს წარმოადგენს. გაიხსენეთ მოკლედ ემოციურად ეს დღე. პირველში მინდა აღნიშნო ის, რომ ეს ის იყო, რაც ასე ძალიან გვინდოდა მუსიკის კეთება სიმღერა სცენაზე, ქონდა ბევრი ოცნება, რომ ყოფილიყავით, ასე ვთქვათ, დიდ სცენაზე,
ქონოდა შესაძლებლობა რომ გვემღერა დიდი აუდიტორიის წინაშე და ასე თქვათ ეს ოცნება ავიხდინეთ ჩვენი ბავშვური ოცნება რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ ყოველდღე დამღლელი იყო მაგრამ ძალიან სასიამოვნო და რა თქმა უნდა ამ ყველაფერმა ძალიან კარგი შედეგი მოიტანა ეს ჩვენს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება ეს წარმატება კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაში იმიტომ რომ დღემდე ხალხი ამაზე ძალიან დადებითად რეაგირებს ჩვენთვისაც ძალიან ტკბილი მოგონებაა და დღემდე არის ეს ძალიან ასე თქვათ კარგად მოგზდებს ჩვენი გამარჯვება ზოგ ჩვენი გამარჯვების მერე იყო ხოლმე რამდენიმე შემთხვევა რომ მიგვიწვია საბავშვო ევროვიზიაზე როგორც სტუმრები და ეს ძალიან სასიამოვნოა. რჩება შესრულებად რომელიც ევროვიზიის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი. საინტერესოა გამარჯვების წუთები, ხო? აი ახსენეთ რომ სულ მიკროფონი გვინდა და სულ გვემღერა, სულ ენერგიულები იყავით და ეს ალბათ იყო გადამდები და საკმაოდ ბედნიერებიც იყავით, მაგრამ აი გამარჯვების წუთები როცა გაანალიზეთ რომ აი სოფლიო მთელი ევროპა იყო თქვენთან ერთად, მაგრამ აი თქვენ გახდით გამარჯვებულები და მე სამშობლოში დაბრუნებად საქართველოს რომელიც ასე ასახელეთ. ეს დღე და ეგ წუთები ალბათ დაუვიწყარია, მაგრამ შეიძლება შეიძლება მეცაც მგონია რომ ისეთი სიხარულის კი ამპლიტუდაა რომ ანუ ჯერ მართლაც საკმაოდ პატარები ვიყავით და აი ალბათ ეხა რომ იწევდეს მსგავს პროექტში მონაწილეობის მიღება ვინერვიულებდი ამ საერთოდ ანუ სცენაზე იმდენად თავისუფლები ვიყავით და იმდენად ანუ ხვდებოდით ერთადერთი მიზანი იყო ყოველთვის ამას ვიმეორებდი რომ ანუ გამარჯვებულები უნდა დაბრუნდეთ აი ვინმე რო გვეკითხება და აი თქვენ რას ფიქრობთ ანუ რაღაცაა და აი გათავისებული ქონდა რომ ვიმარჯვებდით აი ძალიან თავდაჯერებულად აი რომ გავიმარჯვეთ ეხა რომ ვიხსენებ ყოველთვის აი იმ კადრებსაც რომ ნახულობ რაღაც გონია რომ ბოლომდე კიდე ვერ ვიაზრებდით რამ ხელა წარმატება მოუტანეთ საკუთარ ემოციური ფონი იმ ხელა იყო რომ ალბათ ხო გაანალიზება იმ მომენტების ძალიან რთულია ძალიან დიდი იყო იმიტომ რომ რაღაც მომენტები მე პირადად არ მახსოვდა და მე შემდგომში ფოტოები რო ვნახე აღვიდგინე რომ უი ეს მართლა მოხდა ანუ ამ ადგილზე ამ დროს საქვიყავი და ანუ ძალიან ისეთი იყო ადრენალინის შეგრძნება იყო ძალიან დიდი და მაგ დროს ხო შეიძლება რომ რაღაცები დაგავიწყდეს და არ გახსოვდეს და მე პირადად საერთოდ არ მახსოვს როგორ ავედი სცენაზე გამარჯვების მერე და ანუ რომ ვიმღერეთ რომ დამთავრდა რაღაც მომენტები არ მახსოვს რა დღემდე არ მახსოვს კი ფოტოები ვნახე მაგრამ მაინც ნუ აი ვერ აღვიდგინე ბოლომდე ეს ყველაფერი და ალბათ ძალიან პატარები ვიყავით რა და ბოლომდე იმ მომენტში ვერც შევიგრძენით ეს ყველაფერი ვერც გამოვიყენეთ ბოლომდე ჩვენთვის რომ კიდე უფრო მეტი მოგონებები შეგვექნა ჩვენთვის რა და ცოტა მაგაზე წდება გული, თორე დანარჩენი იყო ყველაფერი იდეალური. აი იმ ასაკისთვის, არ ვიცი, შეიძლება ზედმეტიც კი იყო, მაგრამ საუკეთესო მომენტები იყო, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვემახსოვრება. გამარჯვების შემდეგ რა ხდება ცხოვრებაში? გიორგი, თქვენც გვიპასუხეთ, მართალია სტუდიაში არ არის გიორგი, მაგრამ გიორგი გისმენს. როგორ იცვლება ცხოვრება, ასე ვთქვათ და როგორ ვითარდება, ანუ რა რითი ვართ ახლა დღეს დაგავებული. მე ვიცი რომ გიორგი კონსერვატორიაში საფორტეპიანო განხრით, ასე ვთქვათ, სწავლობთ თქვენ და მუსიკას გაყევით. გოგოების შემთხვევაში მე მგონი ცოტა სხვა სურათია. ჯერ გიორგის მოვუსმინო. პირადად ჩემთვის იყო ძალიან დიდი შთაგონების წყარო ეს გამარჯვება, რადგან ამ მომცა ცხოვრებაში უდიდესი სტიმული კიდევ უფრო რომ გამევითარებინა საკუთარი თავი როგორც მუსიკოსი, გამეღრმავებინა ჩემი, ასე ვთქვათ, კარიერა, ცოდნა მუსიკალური და უფრო წინ და წინ წავსულიყავი. მონაწილეობდი ძალიან ბევრ პროექტში, მათ შორის მიუზიკლში, თეატრალურ დადგმებში, ვღეროდი ინტენსიურად, ქონდა კონცერტები, როგორც ახსენე ევროვიზიაზე არაერთხელ მიგვიწვიეს როგორც სტუმრების შოუს, ქონდა სრული პერფორმანსი. ჩავწერეთ დიახ გიორგი, ბოდიში სამი ვიდეო კლიპი და დიახ ძალიან დატვირთული გრაფიკი ქონდა. შემდეგ უკვე მოზილასაკში ჩავაბარეთ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ამჟამად სწორედ ჩემი პროფესიით ვარ წამოსული ლონდონში, მქონდა სოლო კონცერტი. და დიახ, ვცდილობ რომ მაქსიმალურად გავახმაო ჩემი მუსიკალური
ასე ვთქვათ, საფუძვლები, იმიტომ რომ ძალიან ამ ბავშვობის ასაკშივე ძალიან დიდი სტიმული მივიღე ჩემი გამარჯვებით. ხო, დიდი თამასით დაიწყეთ. და რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ჩამოსულიყო ქვემოთ, მაგრამ აი ჩვენი გოგონების ინტერესი ამ შემთხვევაში კიდევ სხვა სფეროებიც აღმოჩნდა. ნუ გამარჯვების მერე ხომ მოვყვები ყველაფერს და გადავალ მე უკვე უშუალოდ მიმართულებაზე. ზოგადად ანუ გამარჯვების შემდეგ ძალიან ბევრი სიმღერა ჩავწერეთ, ბევრი კლიპებიც გადავიღეთ. სულ მოგზაურობდით. ანუ ყველგან კონცერტი გქონდა, სადაც კი შეიძლებოდა. და თან ჩვენ მიტიხამეტი რა გვინდოდა, გიждდებოდით სცენაზე, დგომაზე და ხალხის ყურადღებაზე, სიყვარულზე და აი სწორედ ეს იყო, რომ იმ გამარჯვების შემდგომ გაჩნდნენ ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში რა, რომლებმაც შეგვიყვარეს, რომლებიც გვისმენდნენ და გულშემატკივრობდნენ და ეს იყო ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც შევიძინეთ გამარჯვების შემდგომ რა. ხოლო რაც შეეხება ახლა სფეროს, სრულიად განსხვავებული მიმართულებით წავედი სტომატოლოგიაში, კერძოდ ორთოდონტიაში. გადასარევი სფეროა. ხო, ნუ მედიცინის სფეროში და ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, რა თქმა უნდა, თითქმის 24 შვიდზე შემიძლია კლინიკაში ვიყო და ვარ კიდეც და პაციენტებთანაც ვარ და ნუ გიждდები ჩემ პაციენტებს და თუმცა მინდა ისიც თქვა, რომ იმდენად დიდი როლი აქვს მუსიკას ჩემს ცხოვრებაში, რომ ალბათ ყოველთვის ბოლომდე იქნება. გავისაბი რომ შევინარჩუნო. აი ახლა გესმის. რო აღარ გავიმეორო. ლეგენდარული ჰანგები. განვითარებაზე რა შემდეგ ისე გავაგზავნეთ ერთად და მქონდა ძალიან ბევრი კონცერტი, მე შემეცვალა სხვა კუთხით წავედი. ამჟამად ახლა მუშაობ მერის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში უფროსის თანაშემწის პოზიციაზე. მომწონს ეს სფეროც, იმიტომ რომ ანუ რაღაცნაირად ანუ მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია და რაღაც სხვადასხვა რაღაცებთან მაქვს შეხება რა, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ანუ ვფიქრობ, რომ მაინც სცენა არის ის ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ რამდენჯერაც მომეცა მაგის შანსი, ხვდები, რომ ეს ის ადგილია, რომელიც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. აი ახლა ეს რომ გესმით. აი მე მინდა ჯერ ბოქს მოსმენილი. ხშირად უსმენთ ხოლმე. ნუ გვიწევდა ჯერ და გვიწევდა არა, ნუ ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ ნუ უფრო ხშირად როდის ვუსმენ. ძირითადად ჩემ მეგობრებს უყვართ ძალიან და ჩემ მეგობრებთან ერთად თუ მომიწევს ხოლმე მოსმენა და ისინი ერთობიან და მე უკვე ვუსმენ ხოლმე და მეთქი ვიცი ზეპირად ვიცი ეს. ჩვენი საეთერო დრო სამწუხაროდ იწურება. ჩვენ გავაგრძელებთ აუცილებლად საუბარს წეთის შემდეგ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. გიორგი, დიდი მადლობა რომ ჩაგვერთვეთ. დიდი მადლობა თქვენ წარმატება თქვენს ყველა სფეროში, სადაც ხართ და დიდი მადლობა კიდევ დაუვიწყარი შესრულებისთვის და წარმატებისთვის და ჩვენს მსმენელსაც დავემშვიდობოთ ამასობაში. ბატონო, სასიამოვნო დღეს გისურვებთ. ასეთი იყო დილის პიკის საათი. ტრადიციულად ხვალ 8 საათზე ისევ იქნება საქართველოს რადიოს პირდაპირ ეთერში პიკის საათი. ნახვამდის. თქვენ უსმენთ პიკის საათს.